წინა პოსტში ვიკითხე რა გჭირდება თქვა და სხვადასხვა კომენტარები იყო და ერთ-ერთი იყო გამოჯამრთელება პასუხად. გამოჯამრთელებისთვის აუცილებელია რომ ჩვენი თავი აღვიქვათ უკვე ჯამრთელად. თუ მე თავს აღვიქვამ დაავადებულად სუსტად და დავნებდი აი ამ ავადმყოფობის მდგომარეობას, მაშინ ჩემი ფსიქიკით და შინაგანი მდგომარეობით ხელს ვუწყობ ისევ ავადმყოფობას. თუ მე მინდა გამოჯამრთელება, ჩემს ხედვაში უნდა შევქმნა სურათი, როგორია, როცა უკვე ჯამრთელი ვარ, ვიგრძნო ეს სურათი, როგორია, რომ თქვათ დღეს უკვე ამ წუთას რომ ვიყო ჯამრთელი, როგორ ვიგრძნობდი თავს და აი ამ მდგომარეობიდან ვიცხოვრო, ამ მდგომარეობიდან გავატარო რაც შეიძლება მეტი დრო. უკვე აღარ უნდა მივაქციო ყურადღება დისკომფორტებს იმ დოზით, რომ ვაიმე აი როგორ ცუდად ვარ, არამედ ამას ვაიგნორებ და ვფოკუსირდები ჩემს კარგად ყოფნაზე. ვეძებ კარგად ყოფნის მომენტებს და რაც თავია შინაგან რწმენაში ვდგავარ, რომ მე უკვე ჯამრთელი ვარ. ამ შემთხვევაში ძალიან სწრაფად ჩანსახდებით. და რა თქმა უნდა, ეს ფსიქოლოგიური გარდასახვა არ გულისხმობს იმას, რომ მე თუ დღეს ფიზიკური საჭიროება მაქვს, ეს დავაიგნორო. თუ მე მჭირდება დახმარება, ან მაქვს მაღალი სიცხე და მჭირდება წამლის დალევა, ამ ყველაფერს აუცილებლად ვაკეთებ. ყველა ფსიქოლოგიური შიფტი და გარდასახვა უკვე ხელს უწყობს გაჯანსაღების პროცესის დაჩქარებას.